მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ ახალი იოგას სერიას დამწყებებისთვის, რომელიც მოიცავს მარტივ და ეფექტურ ვარჯიშებს, რომელიც დაგეხმარება სხეულის გაძლიერებასა და ცნობიერად მოძრაობაში. ამ ვიდეოში გელოდება მსუბუქი flow და გაწელვა, რომელიც იდეალურია დილის ენერგიისთვის, ასევე საღამოს სხეულის მოსადუნებლად. როდესაც მზად იქნები, შეგვიძლია დავიწყოთ. შეგიძლია მოთავსდე შენთვის სასურველ პოზიციაში შემოკეცილი ფეხებით, ან ნახევარლოტუსიცადო, ან უბრალოდ ორივე ფეხი შემოკეცე, მთავარია დარწმუნდე, რომ ხერხემალი არის გამართული, ხრები გადაიტანე უკან, გულმკერდი გამოიტანე წინ, მოადუნე მუცელი, ხრები, ქვედა ყბა, მარცხენა ხელი გულზე დაიდე, მარჯვენა მუცელზე. თვალები დახუჭე და გააკეთე რამდენიმე გაცნობიერებული ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ცხვირით გააკეთე ჩასუნთქვა, გამობერე მუცელი და დააცარიელე ამოსუნთქვასთან ერთად. დიაფრაგმით ისუნთქე და ეცადე მთელი პრაქტიკის განმავლობაში შენი სუნთქვა იყოს ესეთივე ცნობიერი, ყურადღება გეჭიროს როგორც მოძრაობებთან, შეგრძნებებთან და სუნთქვასთან. მთელი პრაქტიკის განმავლობაში ეცადე რომ ყურადღება არ გაფანტო. გააცნობიერე შენი სხეული, თავის წვერიდან ფეხის თითებამდე, ყველა წერტილს გადაავლე თვალი, სხეულის სიმყარე, წონასწორობა, ენერგია შეიგრძენი და რაც მთავარია, განწყობა შეიქმენი პრაქტიკისთვის. მზად რომ იქნები, ხელები დაუშვი მუხლებზე, თვალები გაახილე და დავიწყოთ მხრების მსუბუქი წრიული მოძრაობით. ჩასუნთქვა გააკეთე წინ, გამოიღე მხრები ყურებთან, ამოსუნთქვაზე გახსენი. თუ შენთვის უფრო მოსახერხებელია, შეგიძლია ხელები მხრებს მოკიდო და ისე დაატრიალო. 3-5 წრე გააკეთე ერთ მხარეს და შემდეგ შეუცვალე მიმართულება, ჩაისუნთქე უკან და ამოსუნთქვასთან ერთად მხრები მოგოქვს გულმკერდისკენ. შემდეგ ჩასუნთქვაზე გახსენი გულმკერდი, წინ გადაიხარე მხრები უკან, ზერაზევით. ამოსუნთქვის დროს ხერხემალი მოამრგვალე და თავი შეიტანე შიგნით. თითქოს გინდა რომ ხერხემალი უკან კედელს მიადო, ტალღასავით ამოძრავე ზედატანი, გამოაღვიძე სხეული და ამასაჟე მუცლის ღრუმ. კიდევ ერთხელ და შემდეგ დაიწყე მუცლის წრიული მოძრაობა. წარმოიდგინე რომ წრეში ხარ და ცდილობ მუცლით შეეხო და მიწუდე წრის ყველა წერტილს. 3 წრე ერთ მხარეს გააკეთე, 3 წრე მეორე მხარეს. სუნთქვა არის ძალიან თავისუფალი და მშვიდი. ჩასუნთქვა და აგრძელე ხერხემალი, ხელები აზიდე ჭერისკენ, ამოსუნთქვა, მარცხენა ხელი მარჯვენა მუხლზე დადე, მეორე ხელი უკან, კისერი დააგრძელე და ხერხემალი დაგრიხე. ჩასუნთქვა, ხელები ზევით, ცხვირით ჩაისუნთქე და ცხვირით ამოისუნთქე მეორე მხარეს. უკან ხელს ზედმეტად არ მიეყრდნო, უბრალოდ დაიხმარე ხერხემლის ტვისტისთვის. მარჯვენა ხელი გვერდით დადგი, იდაყვიოდნო ჩახარე და მარცხენა ხელი გადაიტანე ყურს უკან. მთავარია დააკვირდე ნეკნებს, მოამრგვალე, ხერხემალი გააკეთე გვერდით აზნექი, ჩაისუნთქე შუაში. ამოისუნთქე მეორე მხარეს. შემდეგ ჩასუნთქვაზე, თუ შეძლებ, იდაყვი ბოლომდე და ზედაპირზე, ისე რომ საჯდომი არ აიწიოს ჰაერში, კიდევ უფრო ღრმა ზნექი ხერხემლისთვის. ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა მეორე მხარეს, დააკვირდი რომ იდაყვი არის გამართული ბოლომდე, შეგრძნება გაქვს თითქოს, უნდა მიწოდე რამეს. შეართე ხელები, დაიდე უკან კეფაზე, თავი ქვევით დახარე და გაამოძრავე. გააკეთე ისე, რომ სუბუქად იგრძნობოდეს კისრის მალების დამუშავება. შემდეგ გამოიხედე ჭერისკენ. ამჯერად თავის დახმარებით ხელებს ამუშავებთ. ყოველთვის ეცადე რომ ყურადღება მიიტანო შეგრძნებებთან. გამოათავისუფლე ხელები, ჩაკიდე ერთმანეთს და სწრაფად დაატრიალე ორივე მხარეს. გამართე მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელით თითები მოიზიდე შენსკენ, შემოატრიალე ხელი და პირიქით. მარჯვენა ხელზეც გავაკეთოთ იგივე. როდესაც დაასრულებ, გამოათავისუფლე ფეხები და გამართე. გამოძრავე, აფერთხე კარგად.
და მოხარე მარჯვენა ფეხი. გადმოიტანე მარცხენა ფეხის გარეთ, მარცხენა ხელი გარედან შემოხვიე, მეორე ხელი უკან, კისერი დააკრძალე და ხერხემალი დაკრიხე. გამართული ფეხის თითები იყურება შენსკენ. შეგიძლია აქ დაყოვდე, თუ იგრძნობრო შენს ხერხემალს. ცოტა უფრო ინტენსიური დამუშავება ჭირდება, იდაყვი შეგიძლია გადაიტანო უხლის გარეთ, ან ხელები შეკრა უკან. თუ ხელები ერთმანეთს ვერ მიწვდება, იოგას თოკი შეგიძლია გამოიყენო, ან თუ თოკი არ გაქვს, უბრალოდ მიმართულება მიეცი. დააბრუნე ხელი, მარცხენა ხელი, დააბრუნე ტერფი და გვერდით მიადე ბარძახს. თუ მუხლი ბოლომდე ზედაპირზე არ იდება, არ დააძალო, სადამდეც თავისუფლად გადავა, ჩასუნთქვა ხელები ზევით, ამოსუნთქვა გამართული მარცხენა ფეხისკენ. არ იჩქარო, დააკვირდი შეგრძნებებს, თუ ტერფს ვერ მიწვდები, სადაც თავისუფლად წვები ფეხს, იქ შეგიძლია დადო ხელები. მთავარია თავით არ წახვიდე, შენი მიზანი არ არის, რომ თავი დადო ფეხზე და არ მოხარო ხერხემალი, მუცლით ჩადი ბარძაღისკენ. თუ პირიქით კარგად და თავისუფლად მოყვება სხეული და ტერფს წვდები, შეგიძლია კიდევ უფრო გაართულო ვარიაცია და ერთი ხელი მოკიდო მეორე მაჯას. მარცხენა ხელი ტერფთან დაიტოვე და მარჯვენა ხელი გაშალე უკან. შეგიძლია იდაყვი ჩახარო და ხელი წაიღო მარცხენა ბარძაღისკენ. ზერა იყურება უკან. ჩასუნთქვა შუაში, შეცვალე ხელი და ამოსუნთქვა მეორე მხარეს. ამ ვარიაციაში კიდევ უფრო ინტენსიურად იგრიხება ხერხემალი. შეგიძლია იდაყვი ჩახარო და ხელი წაიღო ბარძაღისკენ. ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა, გაიმართე და გაშალე ორივე ხელი. მარცხენა ხელი წაიღე მოხრილ მუხლზე და მარჯვენა ხელი ყურს უკან გადაგვაქვს გამართული ფეხისკენ. თუ მიწვდები ხელი ტერფს მოკიდე, თუ ვერ მიწვდები, მიმართულების მიცემა იქნება სრულიად საკმარისი. დააკვირდი, რომ შეგრძნება იყოს ნეკნებთან, აქაც შენი მიზანი არ არის, რომ ფეხს მიწვდე და არ შემოატრიალო ზედატანი. ხელი გადაგვაქვს ყურს უკან. გაიმართე, შემოატრიალე ფეხი და დაუშვი. მეორე ფეხზე, მოხარე მარცხენა, გადმოიტანე მარჯვენა ფეხის გარეთ. დარწმუნდი, რომ ხერხემალი გამართულია, გამართული ფეხის თითები იყურება შენსკენ და ტვისტი ხერხემლისთვის. ასევე მუცლის ღრუსაც ვამუშავებთ ამ დროს. გამართე მარჯვენა ხელი, გადაიტანე მუხლის გარეთ და მზერა უკან იმ შემთხვევაში, თუ ხერხემალს ჭირდება უფრო ინტენსიური ვარიაცია და შეგიძლია ხელები შეკრა უკან. დააბრუნე. როგორც შეხვალ ხოლმე ასანაში, ისე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოდიხარ უკან. ტერფი გვერდით მოადე ბარძახს, ჩასუნთქვა ხელები ზევით, ამოსუნთქვა გამართული ფეხისკენ. თუ მიწვდები ისევ ხელი ტერფთან, წვირთან, უხლთან, თავარია მუცლით ჩადი. მარჯვენა ხელი მოკიდე, მარჯვენა ფეხს და მარცხენა ხელს გააყოლე მზერა უკან. ზევით არ აწიო, ეცადე ზუსტად მატის პარალელურად. იდაყვი ჩახარე და ხელი წამოიღე ბარძაყისკენ. ჩაისუნთქე შუაში, ამოისუნთქე მეორე მხარეს. შეგიძლია იდაყვი ჩახარო, ხელი მოკიდო მარცხენა ბარძაღს. სამი სუნთქვის შემდეგ დააბრუნე. ჩაისუნთქე და გაიშალე, გახსენი გულმკერდი, მარჯვენა ხელი მოხრილ მუხლზე და მარცხენა ხელი მოდის გამართული ფეხისკენ. თუ მიწვდები ხელი ტერფთან, ან თუ ვერ მიწვდები, მიმართულება მიეცი. თუ თავისუფლად წვდები, შეგიძლია ფეხის თითებს კიდევ უფრო წინ მიაწვე და უფრო ინტენსიური გახდება შეგრძნება. გაიმართე, შემოატრიალე და დაუშვი. ფეხები დააშორე ერთმანეთს. არ გინდა შენს მაქსიმუმზე, სადამდეც თავისუფლად მოყვება და სანამ წინ დახრას გააკეთებ, ხელები დადგი უკან, აწიე წელი და მენჯები მონაცვლეობით ჩაატრიალე მატისკენ. ჩაისუნთქე შუაში, ამოისუნთქე,
მეორე მხარეს. ერთხელაც გააკეთე და დაჯექი ისევ გამართული ხერხემლით. ჩასუნთქვა ხელებს ზევით, ამოსუნთქვა, გააკეთე წინ დახრა, სადაც იგრძნობ, რომ ხელები საყრდენად გჭირდება, იქვე დადგი. შეიძლება შენთვის ეს წერტილი აქვე იყოს, შეიძლება იდაყზე, ან ბოლომდე თავისუფლად გიშვებდეს სხეული. მნიშვნელოვანია დააკვირდე, რომ ფეხები არ მოხარო და არ დაძაბო ქვედატანი. მოდუნდი და სადამდეც გიშვებს. ზედმეტ ბიძგებს მოერიდე, რომ არ გამოგეპაროს რაიმე ზედმეტი შეგრძნება, მაგრამ თუ სხეული მოგთხოვს, სუბუქად გამოძრავდი. ხელის თითები წამოიღე მარჯვენა ფეხისკენ, ისევ, სადაც თავისუფლად წვდები მოკიდე ხელები, ზედატანი მთლიანად შემოატრიალე მარჯვნივ და ამოსუნთქვასთან ერთად გააკეთე წინ დახრა. დააკვირდი, რომ მარცხენა ფეხი არ მოშორდეს ზედაპირს. პატარ-პატარა ნაბიჯები მეორე ფეხისკენ, მარცხენა ფეხთან, ჩასუნთქვა, მოამზადე ზედატანი, დააგრძელე კისერი, ამოსუნთქვასთან ერთად ჩავდივართ. ამოსუნთქვის დროს კუნთი უფრო მეტად დუნდება და გაწევა იქნება, შედარებით უფრო ღრმა. მარცხენა იდაყვი დადგი ცენტრში, მარჯვენა ხელს ააყოლე მზერა ზევით. იდაყვი გამართულია ბოლომდე, მუდმივად გაქვს სხეულის დაგრძელების შეგრძნება და ნელ-ნელა გადმოიტანე მარჯვენა ხელი მარცხენა ფეხისკენ. იგივე, თუ ვერ მიწვდები, მიმართულება მივცეთ, თუ თავისუფლად ჩახვალ მარცხენა მხარი, კიდევ უფრო შიგნით შეიტანე და გულმკერდი და მზერა ამოატრიალე ჭერისკენ. ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა მეორე მხარეს. გამართული მარცხენა ხელი მოდის მარჯვენა ტერფისკენ. გულმკერდი და მზერა იყურება ზევით. გაიმართე და ბოლო წინ დახრა, გავაკეთოთ ორივე ხელიან ცერებს მოკიდე, თუ წინდა არ გაცვია, ან ზევიდან, ან შეგიძლია კოჭებთან, სადაც თავისუფლად მიწვდები. იდაყვები გაიტანე გარეთ და თავი ჩაიტანე ქვევით. გულმკერდით ჩადი, თუ დაიდება ნიკაპიან, შუბლი შეგიძლია დადო ზედაპირს. გაიმართე, მოხარე ორივე ფეხი, დადგი მატიდან უდნავ დაშორებით და ხელები შეიტანე მუხლის ქვევით. ხო, თითქოს ფეხები გინდა რომ ხრებზე გადაიდო. ხელის თითებით წადი რაც შეიძლება შორს და ნელ-ნელა დაიწყე ფეხების გამართვა, ხო? თუ თავისუფლად გაიმართება ორივე ფეხი, ისევ ნიკაპიან შუბლი გვიდევს, რაც უფრო მოხრილს დატოვებ ფეხს, ვარიაცია შესაბამისად უფრო მეტად გამარტივდება. ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ ცადე ხოლმე ხელის თითებით კიდევ უფრო შორს წახვიდე, რაც უფრო მეტად გაჩერდები და დაყრუნდები. რამდენიმე სუნთქვა, ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ სხეული უფრო თავისუფლად გამოყვება. დააბრუნე ისევ ფეხები უკან, გამოათავისუფლე ხელები, გამოძრავე. დაფერთხე და შეერთე ტერფები. ფეხის გულები მიადე ერთმანეთს, ხელები თავიდან რამდენიმე სუნთქვა შეგიძლია უკან დაიდო და დაიწყო ფეხების სწრაფი მოძრაობა. ტემპიც და სიჩქარეც თანდათან შეგვიძლია შეცვალო და გააკეთო ხოლმე უფრო სწრაფად. შემდეგ ტერფებს მოკიდე ხელები, კიდევ უფრო ახლოს მიდი, ხერხემალი არ მოხარო, დააგრძელე კისერი, ხრები უკან, გულმკერდი წინ და გააგრძელე ფეხების პეპელა სასანაში მოძრაობა. ჩასუნთქვა აქვე გააკეთე და ამოსუნთქვასთან ერთად იდაყვები დაადე ფეხებს და თავი ჩაიტანე ტერფებისკენ. არ იცადო მოხრილი ხერხემლით ჩასვლა, თითქოს მუცელი გინდა ტერფებს გადაადო და ისე ჩადი. ხელების დახმარებით ვცდილობ, რომ მუხლები კიდევ უფრო მეტად დააშორო ერთმანეთს. გაიმართე, აალაგე ორივე ფეხი და დადგი გამართული. ჩასუნთქვა, შეერთე ხელები ზევით და ამოსუნთქვასთან ერთად გავაკეთოთ წინ დახრა. თუ იგრძნობ, რომ მუცელი თავისუფლად იდება ბარძაყებზე, შეგიძლია მუხლი არ მოხარო და პირდაპირ ჩახვიდა ღრმა გაწელვაში, ხო? თუ იგრძნობ, რომ მუხლები გეხრება, ან ვერ წვდები ფეხებს,
მოხარე ორივე ფეხი მუხლში, მუცელი გადაადე ბარძახს, ხელები მოკიდე ტერფებს და ისევ პატარ-პატარა ნაბიჯებით გაიტანი ტერფები იქამდე, სადამდეც გრძნობ, რომ მუცელი კიდევს ბარძაყებზე. თუ იგრძნობ, რომ მუცელი ბარძაყებს შორდება, მან დაგაჩერდი. შემდეგ წამოდექი ფეხზე და მატის ისეთ მხარე შემოტრიალდი, რომ ორივე ფეხი კონდეს დაშორებული ერთმანეთისგან. დაახლოებით შენი ფეხის სიგრძე ბარძაყიდან ტერფამდე განსაზღვრე, ცერები არ გაიტანო არც გარეთ, არც ძალიან შიგნით. სწორად დადგი, მუცელი მოადუნე, წელი ნეიტრალურად, ჩასუნთქვა ხელები ზევით და ამოსუნთქვასთან ერთად წინ გადაიხარე 90 გრადუსზე. მზერა ქვევით გეჭიროს და წონა ქუსლებზე გადაიტანე, უკან გაიტანე ქვედატანი. ჩასუნთქვა, შეერთე ხელები უკან, იდაყობი გამართე და ნელ-ნელა ჩავდივართ კიდევ უფრო ღრმა გაწევლაში. კისერი მოადუნე და ხელები წამოიღე, სადამდეც თავისუფლად მოყვება. ამოსუნთქვა, დადგი ხელები ზედაპირზე და ხელის თითებით წადი წინ. ისე, რომ ფეხებით არ გამოყვე. ქვედატანით გადი უკან. ზედატანით წინ. შემოვტრიალდები, უკეთესად გაჩვენო. ხელებით რომ წინ წახვალ, ფეხებით არ გაყვე. ქვედატანით უკან დაგრძელდი და ზედატანით წინ. მოირგე და კისერი მოადუნე. შემდეგ პირიქით შიგნით შეიტანე ხელები ფეხებში და ქუსლებიდან წონა გადაიტანე ფეხის თითებისკენ. ხო? არაწიო, უბრალოდ მეტი დატვირთვა იგრძენი ფეხის თითებში. ძალიან პატარა მანძილია, მაგრამ განსხვავებას იგრძნობ. დაბრუნდი საწყის პოზიციაში, მარჯვენა ხელი ცენტრში დადგი, იდაყვე გამართე, მარცხენა ხელს გააყოლე მზერა ზევით. აქ უკვე მყარად გახარ მთლიან ტერფზე, მუხლი გამართულია სახსარში, მაგრამ ბოლომდე არ ჩაკეტო. აქაც შეგიძლია იდაყვე ჩახარო და ხელი მოკიდო უკან ბარძახს. ჩასუნთქვა, შუაში გააკეთე, ამოსუნთქვა, მეორე მხარეს. ამოატრიალე გულმკერდი და დაგრიხე ხერხემალი. დააბრუნე ხელები და პატარა ნაბიჯებით წადი მარჯვენა ფეხისკენ, მარცხენა ფეხისკენ. მარჯვენა ხელი მოკიდე ტერფს, დააბრუნე ხელები შუაში და პატარა ნაბიჯებით წადი მარცხენა ფეხისკენ. მარჯვენა ხელი მოკიდე კოჭს და მარცხენა ხელს გააყოლე მზერა ზევით. მარჯვენა ხელის დახმარებით ეცადე ზედატანი ახლოს მიიტანო ფეხთან. 3-4 სუნთქვა გაჩერდი და მეორე მხარეს. მარცხენა ხელი მოკიდე და მარჯვენა ხელი ზევით. აქაც ეცადე ახლოს მიიტანო ზედატანი ფეხთან. და ბოლოს ორივე ხელი, ორივე ცერს, თუ ცერებს ვერ წუდები, ფეხებს მოკიდე, წვიმებს ან კოჭებს, იდაყვები გარეთ და თავი ჩაიტანე ქვევით. თუ დაიდება თავი დადე ზედაპირზე, თუ არა მიმართულება მიიცი. თავარია ხერხემალი არ მოხარო, მენჯებიდან წამოიღე და ჩაიტანე თავი. მოადუნე კისერი. დადგი ხელები. შემოვტრიალდები. აქედან მარჯვენა მუხლი გაიტანე გარეთ, გამართე მარცხენა ფეხი და გამართული ფეხის თითები იყურება ზევით. ქუსლი არაწიო. თუ შეძლებ რომ ხელების დახმარების გარეშე იმოძრაო, შეერთე ხელის გულები და დინამიურად გადადი ერთი ფეხიდან მეორე ფეხზე. ხო? დააკვირდი რომ ქუსლი არაწიო, სადამდეც ჩადიხარ, ისე რომ ქუსლი გიტევს, იქამდე ჩადი. ერთხელაც გააკეთე ორივე მხარეს, ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა გაიმართე, ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა მეორე მხარეს. კარგია. ფეხები ცოტა ახლოს ერთმანეთთან, მუხლები გარეთ,
შეერთე ხელის გულები, ჩაჯექი და აიწიე ფეხის წვერზე. წინ არ გადაიხარო, მხრები გადაიტანე უკან, გულმკერდი წინ. დარჩი, რამდენიმე სუნთქვა. ბალანსისთვის შეგიძლია გააჩერო მზერა ერთ წერტილზე. დააბრუნე ხელები მუხლებზე, ტერფები მატზე და თავი მხრებში. გადაიტანე წონა ფეხიდან ფეხზე. მარჯვენა მხარი ჩაატრიალე შიგნით, ისე რომ არც ერთი ფეხი არ გამართო და გამოიხედე უკან. ჩასუნთქვა შუაში. ამოსუნთქვა მეორე მხარეს. კიდევ ერთხელ გააკეთე ორივე მხარეს. ჩასუნთქვა შუაში. ამოსუნთქვა მეორე მხარეს. გამართე ფეხები და მოიტანე დაახლოებით მხრის სიგანეზე. ხელები მოკიდე საპირისპირო კოჭებს. მარჯვენა ხელი მოახვედრე ზედა მხრიდან და ნელ-ნელა ხელებში გამოაძვრინე თავი მარჯვნივ. ჩაისუნთქე შუაში და ამოისუნთქე მეორე მხარეს. ნელ-ნელა ამოდი მომრგვალებული ხერხემლით, ისე რომ სულ ბოლოს ამოიტანო თავი. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქე ეს ვიდეო.